სქიიღუმენი საბას წერილი სათაურით დისკომფორტს შეეჩვიე. ეს არის ის პიროვნება, მამა რაფაელი, არქიმანდრიტი რაფაელის მოძღვარი იყო ეს პიროვნება, როდესაც მას მიუსაჯეს გადასახლება, ეს არის კომუნისტების დროს, ბოლშევიკების დროს. მაშინ თავის მოგონებებში წერს არქიმანდრიტი რაფაელი კარელინი, რომ რაღაც ერთი საკითხი მინდოდაო, რომ გამერკვიაო. კითხვა მქონდაო მამა საბასთანო, ჩემს მოძღვართანო. და როდესაც მივედიო, იგი მშვიდად იყო. ანუ გადასახლება მიუსაჯეს და უნდა წაიყვანო. აი ამ ეპიზოდში მივიდა მამა რაფაელი და ეკითხება თავის რაღაც პრობლემაზე, რაღაც საკითხს არკვევს მასთან. იგიო კიდე მშვიდად იჯდაო და პასუხი გამცაო და გავოცდიო, რომ თავისი პრობლემა მას არ ადარდებდაო და ჩემ პრობლემაზეო დაფიქრდაო და პასუხი გამცაო. აი ესეთი პიროვნება იყო, ტანჯული, გადასახლებული, შემდეგ დაბრუნებული ისევ და ღრმად მოაზროვნე და სულიერად მცხოვრები სქიიღუმენი საბა. ეს სოფელი თვლემს, ცოდვებშია მიზინებული. ღმერთი მას ომებით, ჭირით, ხანძრით, ქარიშხლებით, მიწისძვრებით, მოუსავლიანობით აფხიზლებს. მაგრამ ამ სოფელს ღვთის ხმა არ ესმის. ადამიანები სიზარმაცის და თვითგანდიდების სარეცელზე განისვენებენ, თავს იტყუებენ. თავიანთ სულზე, ცხონებაზე აღარ ფიქრობენ. არავის არ სალია, თავიანთ ბედზე ხომ უნდა დაიჩილონ. ძილით ინებიურონ, სხვები განიკითხონ. ეს სხვები კი ბევრნი არიან, ამიტომაც ადამიანები საკუთარ სულსა და მარადისობაზე საფიქრალად ვეღარ იცლიან. ისინი თავიანთი ცხოვრების მანძილზე ეძებენ ყველაფერს, გარდა მაცხოვრისა. ამიტომაც ერთგულნი არიან თავიანთი ვნებების, ურწმუნოების, მცირედმორწმუნეობის, ანგარების, შურის, სიძულვილის, პატივმოყვარეობის, გემოთმოყვარეობის და სხვა. მხოლოდ სიცოცხლის ბოლოს ზიარებისას ეძიებენ ქრისტეს. ისიც იმიტომ, რომ თითქოს ან გარემოება ითხოვს, ან უბრალოდ ასია მიღებული. უცნაური და დასანანია, როცა ხედავ, რომ ეშმაკი რა უბრალო მიზეზების გამო გვაკარგვინებს ღვთისა და მოყვასის სიყვარულს. ესენია ფული, საჭმელ-სასმელი, ტანსაცმელი, საცხოვრებელი. ვისაც ცხონება სურს, არ უნდა კონდეს მიკერძოება არა მარტო საჭმელზე, სასმელზე, ტანსაცმელზე, მდიდრულს, საცხოვრებელსა და ძვირფას ავეჯზე, არამედ საკუთარ ჯანმრთელობასა და სიცოცხლეზეც კი. ვისაც ცხონება სურს, მთელი თავისი ცხოვრება ღმერთს მიანდოს. ამ წარმავალ ცხოვრებაზე მიჯაჭვულობას, ჯანმრთელობაზე გადაჭარბებულ ზრუნვას ადამიანისთვის მოაქვს სხვადასხვა მანკიერებები, ღვთის მცნებებისაგან გადახვევა, მარხვის დარღვევა, სხეულის მაამებლობა, გაღიზიანება, მოუთმენლობა, ვაი მას, ვისაც ცხოვრებაში კომფორტი ზედმეტად უყვარს. ასეთი ადამიანი ყოველ ღონეს ხმარობს, კომფორტი მოიწყოს. მას ამ ქვეყნიურ სიამეთა გარეშე არ შეუძლია და მოთმინებასაც ვერ სწავლობს, მაგრამ ქრისტიანის ცხოვრება ხომ მთლიანად დისკომფორტია, ვიწრო და ოღრო-ჩოღრო გზა, ჯვარია, რომელიც დათმენას ითხოვს. ქრისტიანს კი ამ ცხოვრების სიამეები კი არ უყვარს, არამედ ჯვრის მტვირთველი ქრისტე. ვაი მას, თავისი სხეულს დახფოფინებს და ამ ქვეყნიურ პატივს ეძიებს. იგი საკუთარი თავისგან სამარცხვინო კერპს იქმნის. სისულელია სხვისი პატივი, სიმდიდრე და სამოსი შეგშურდეს. სიმდიდრე ყოველივე ცუდის ყველაზე მარადი დამქაშია, რადგანაც როცა ძალაუფლება გაქვს, ბოროტების გაკეთება ყველაზე მოსახერხებელია.
საჩუქარი ბრძენსაც აიძულებს, რასაც ხედავს, ისიც არ დაინახოს. ოქრო ისეთივე მახია ადამიანთათვის, როგორც კაკანათი ჩიტებისთვის. საზრუნავებში ჩაფლული გონება ის ჭია, რომელიც ძვლებს ღრღნის. გონებას სამი ვნება აბრმავებს: ვერცხლის მოყვარეობა, პატივ მოყვარეობა და გემოთ მოყვარეობა. შენს ხელს ზედმეტად ნუ გამოკვებავ, ხორცს ნუ ელოლიავები და მას სულის წინააღმდეგ ნუ გააძლიერებ, თორემ სული ხორცის ტყვედ იქცევა. არაფერი ისე არ ახშობს ჩვენში რწმენის სულს, როგორც თავშეუკავებლობა, ნაყროვანება და ფუქსავატური ცხოვრება. ამ სოფლის სიამეებზე უარი იმ იმედით თქვი, რომ მათ ნაცვლად უმაღლეს სულიერ საღვთო სიამეებს მიიღებ. მიკერძოება ყოველივე ამ ქვეყნიურზე არის ოცნება ეშმაკისა და ჩვენი ავადმყოფური თავმოყვარეობისა. ღვთისათნო ცხოვრების მსურველო, შენ ხშირად მოგიწევს გაგონება ახლობლებისაგან, რომ აუტანელი ხარ. შენი რწმენისა და ღვთისმოსაობის გამო არაკეთილ განწყობას, მტრულ დამოკიდებულებას იგრძნობ. თუმცა ისინი არ აღიარებენ, რომ სწორედ შენი მორწმუნეობის გამო არიან მტრულად განწყობილნი. ამის გამო ნუ აღელდები და სასოწარკვეთილებაში ნუ ჩავარდები, იმიტომ რომ ეშმაკს შეუძლია ხშირად გააზვიადოს შენი სისუსტეები, რომელთაგანაც შენ როგორც ადამიანი თავისუფალი არ ხარ. მაცხოვრის სიტყვები გაიხსენე და მტერ იყვნენ კაცისა სახლეულნი თვისნი. შენი მანკიერებანი გამოასწორე და ღვთის გზას მტკიცედ გაყევი. შენს თავს ცივი გონებით შეხედე. დააკვირდი, მართლა მძიმე ხასიათი გაქვს თუ არა. იქნებ პირქუში, უმეგობრო, სიტყვა ძუნწი ადამიანი ხარ. იყავი გულღია და ალერსიანი, მაგრამ ცუდ რამეზე თვალს ნუ დახუჭავ. იყავი მშვიდი, მომთმენი, ნუ გაღიზიანდები. ადამიანები მხოლოდ მშვიდთა და თავმდაბალთა მხილებით განისწავლებიან. სასტიკი ადამიანები სხვებს უფრო მეტად აღიზიანებენ. პატიების უნარი უფრო მაღლა დგას, ვიდრე ის რომ დასაჯო და ისე გამოასწორო. ყველას პასუხს ნუ გასცემ, ზოგჯერ გაჩუმდი. სიყვარული ყველაფერს ფარავს და ყველაფერს ითმენს. ჩვენ სასტურებით ვართ გარემოცულნი, მაგრამ შესაძლებელია ცოდვილ ადამიანებთან იცხოვრო, თავად კი არ შესწოდო. ჩვენ უნდა შევინარჩუნოთ ყოველთვის მგზნებარე სული, მაშინ ყველა წყენას ადვილად გადავიტანთ. როცა ქრისტე ჩვენს გულშია, ყველაფრით კმაყოფილი ვართ. დისკომფორტი კომფორტივითა, მწარე ტკბილივით, სიღარიბე სიმდიდრესავით, შიმშილი სიმაძღრესავით, განსასწრელი სიხარულივით. სხვანაირად როგორ შეიძლება თუ ადამიანი ამ ყველაფერს არ გრძნობს, ამ ქვეყნიური სიამ ტკბილობა მოიკლოს ადამიანმა და თავად იყოს ბედნიერი, ხომ შეუძლებელია მსგავსი რამ. ამიტომ, როდესაც ჩვენ ვიკლებთ სიამოვნებას მატერიალური თვალსაზრისით, აი მაშინ შემოდის უკვე ღვთაებრივი სიხარული და ამის განცდა. ამიტომ არის რომ ადამიანები ასკეტობენ, ამიტომ არის რომ გემრიელ საკვებს აღარ ჭამენ. და რატომ? იმიტომ რომ არ უნდათ ის სიტყვება დაკარგონ, რომელიც არის უმაღლესი, უზეშთაესი და ყველაზე სასიამოვნო, რაც კი შეიძლება იყოს მიწიერი სიამოვნებასთან დაკავშირებით. ყოველივეს აღემატება. ამიტომ არის რომ თავს იდებს ერთხელ მხილველი აი ამ სიტყვებისა, მძიმე ღვაწლს, ოღონდ კი ეს არ დაკარგოს. ასევე თუ ვინმეს გამოუცდია, რას ნიშნავს განსაკუთრებულად მარხვის პერიოდში, როდესაც გემრიელ საკვებს ერიდება. მარხვაში შეიძლება რომ სასატკბილობა ადამიანმა კვებოს, დაატკბოს. ჩვენი რეცეპტორები ასიამოვნოს. ეს რა არის?
განსაკუთრებულად ტკბილი იქნება, წარე იქნება, თუ ის რაც შენ სიამოვნებს განსაკუთრებულად. როდესაც ამას არ მიიღებ და როდესაც თქვათ ნაკლებ მარილიან საკვებს შეჭამ, როდესაც მარილიანი გიყვარს, ან პირიქით, როდესაც უმარულო გიყვარს და მარილიანს შეჭამ. ანუ შენი რეცეპტორების საწინააღმდეგოდ მოქმედებ. რა თქმა უნდა, ამ შემთხვევაში აუცილებლად იგრძნობ ძალიან დიდ სიტკბოებას. როდესაც ხელს მოაკლებ ზედმეტ საკვებს და მცირედით დაკმაყოფილდები, აი მაშინ უკვე სხეული აღმოჩნდება სულის მსახური და იგრძნობ აი ამ მარწუხებისგან გათავისუფლებას. განსაკუთრებულად ჩვენ ეს ვიცით, როდესაც გახსნილდება ხოლმე, როდესაც მძიმე საკვებს ხორცს მიირთმევს ადამიანი, მაშინ ხვდება, რომ ისე ვეღარ ლოცულობს, როგორც მარხვაში ლოცულობდა. თავისი სხეული არ უშვებს. ეს არის ერთგვარი ბორკილები. ამიტომაც არის ტრადიცია, წესი, ბერები არ ჭამენ ხორცს. რატომ? იმიტომ რომ სხეულს ამძიმებს და გონებას ათრობს. გონება ვეღარ არის ისეთი ფხიზელი, როგორც მცენარეული საკვების მიღების დროს. ასე რომ ჩვენ იმისთვის არ ვცხოვრობთ დედამიწაზე და იმისთვის არა ვართ მოვლინებულნი, რომ ჭამოთ და ვსვათ. არამედ იმიტომ უნდა ვჭამოთ და ვსვათ, რომ შესაძლებელი იყოს არსებობა, ცხოვრება და სახურება ღმერთისა და მოყვასისა. აი ამას უნდა ემსახურებოდეს ჭამა და სმა, რა თქმა უნდა, ზომიერად. იოანე ოქროპირი ამბობს ესეთ სიტყვებს და დავასრულებ. ვერავინ გართობისა და მხიარულების მოყვარულთაგან სიტკბოებით და უზრუნველად მცხოვრებთაგან ვერ იქნება ქრისტეს მოზიარე. არამედ იგი, ვინც ცხოვრებას განსაცდელებში და მწუხარებაში ატარებს, ახლოს არისო მასთან. ასე რომ არ დამწუხრდეთ და არ უნდა ვიგლოვოთ, როდესაც ღმერთი ჩვენზე უშვებს მწუხარებას, განსაცდელებს, ავადმყოფობას და ასე შემდეგ. ვითხოვოთ გამოყვანა აი ამ მდგომარეობიდან, ვითხოვოთ კურნება, ესეც არ არის დანაშაული, მაგრამ იყოს ნება ღვთისა ყოველივეში. ბოლოს ასე უნდა ვასრულებდეთ. და რატომ უნდა ვასრულებდეთ? იმიტომ რომ ვიცით ჩვენ, რომ სახარებაში წერია, თქვენი თმანიცა განრაცხილ არიან, თითეული ღერო არისო თქვენი თმის დათვლილი. ეს უკვე ნიშნავს იმას, რომ ღმერთი განაგებს ყოველივეს. თმის ღერიც კი არ ჩამოვარდება ღვთის განგებულების გარეშე ადამიანის თავიდან. და როდესაც ეს ვიცით, რა თქმა უნდა, მაშინ სნეულებაც არ იქნება დაშვებული, არც შეურაცხყოფა, არც ცილის წამება არ იქნება დაშვებული ღმერთის განგებულების გარეშე. და განგებულება ყოველთვის ადამიანში, რა თქმა უნდა, მოიაზრებს, რომ ადამიანი უკეთესი ცხოვრებით აცხოვროს, გამოასწოროს სულიერი თვალსაზრისით და ზეცასთან თანაზიარი გახდეს. ღმერთმა დაგლოცოთ და ღმერთმა გაგაძლიეროთ.